ინგა გაიგეთ ბურგენიძეს რა უჭურავია ჩემ კლასელ ნიკაზე? ნიკა რომელია? ანასტასია. დედა უშნოდ როც ეკავდა ლეზგინკას? ვაიმე ეგ რამ ნახე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება. ხო, მაგაზე იჭურავა. მთელი კლასი დაცინის თურმე. ხო, ჩვენ მშობლებმა იქვე დავცინეთ კაცო ბანკეტზე. თან დედამისი ხო არ იყო და თავისუფლად ვიცინოდით. აუ რა კაია ჩვენ დროულად გადავრიცხეთ ბანკეტის ფული. რესტორნის მეპატრონე ეჩხუბა თურმე მშობლებს დღეს. ვაიმე ბანკეტის ფული. და დარიცხვა დამავიწყდა გოგო. ვაიმე რა გავაკეთო ეხლა? ჯი იმ რესტორნის კაცსა რომ მიხვიდე და მიუტანო. ხო, აი ხალხი ვაჭორავ ეხლა ვიღაც კაცთან მივიდა ინდა ფულითო. დაიცა იქნება მოვიფიქრო რამე. უმარიკო რო გავყიდოთ. რამე უნდა გამყიდოთ? რეებს ლაპარაკობ ანასტასია მაგის დროა ეხლა. მაგისთვის შესაძფერისი დრო არასოდესაა ესე იგი. აჰა, თან შაბათი დღეა, საქართველოს ბანკის ანგარიშიც არ აქვს ამ კაცს, რომელი საუკუნეა ვერ გავიგე რა. ვაიმე ჩატში წერენ მშობლები, რომ მაგ რესტორნის მეპატრონის მაინც და მაინც კარგი სიტყვები არ უთქვამს ჩვენზე. აუ მოვიფიქრე, საქართველოს მობილ ბანკს დაემატა ახალი ფუნქცია. ტელეფონის ნომრით გადაურიცხავს სხვა ადამიანს ფულს სხვა ბანკზე და იმავე დღეს მიიღებს ლინკით ფულს. მეორე დღემდე დალოდების გარეშეო. გეთქო გოგო მე ეგ აქამდე. დაიცა ხა დავურეკო იმ რესტორნის მეპატრონეს. როინი, აი. ალო ბატონო როინ გამარჯობა. ერთ-ერთი მშობელი ვარ, მე გუშინ წირო გქონდა თქვენთან ბანკეტი რესტორანში. მაინც